გადაცემის სპონსორია კერძო სკოლა-ლიცეუმი კვირიკე. ალექსანდრე ყაზბეგის 47. სკოლა-ლიცეუმი კვირიკე, მომავლის საქართველოსთვის. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის გადაცემა მომავალი თაობა. მე კი მისი წამყვანი თამუნა მდივანშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ჭორები და მათი გავრცელებაა. ამბობენ ჭორებს არავინ არ გაავრცელებდა უამრავ ადამიანს, რომ არ სყუროდეს მათი მოსმენაო. ამ თემაზე სასაუბროდ კი დღევანდელ გადაცემაში მოწვეული 122 სკოლის მოსწავლეები ისაუბრებენ. ახლა კი მინდა თქვენ მოგიხადოთ, გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის და გავაცოთ თქვენი თავი მაყურებელს. ანი მეტრეველი, მარი ჭიპატურაშვილი, ანი გარდავა და თამუნა ჭიპაშვილი. ახლა კი მინდა ბევრი საუბრები თავი არ მოგაბეზოთ და პირდაპირ შეკითხვებზე გადავიდე. რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული ჭორების გავრცელება? ჭორების გავრცელება შეიძლება მრავალი მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. ზოგადად ჭორებით ინტერესდებიან ისეთი ადამიანები, რომელსაც საკუთარი პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ და იმისათვის, რომ გაიმრავალფეროვნონ თავიანთი უინტერესო ცხოვრება, ცდილობენ სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ, მაქსიმალურად ჩაერთონ მათ ცხოვრებაში და ამით გარკვეული სიახლე შეიტანონ თავიანთ თავებში. ასევე ჭორები შეიძლება იქნეს გავრცელებული კონკურენციის ნიადაგზე და ეს ძალიან გამოყენებადი მეთოდია დღეისათვის. კონკურენტები ერთმანეთს სხვა ჭორებს ურცელებენ და ამით ცდილობენ ერთმანეთს ზიანი მიაყენონ. ასევე შურის ფაქტორიც ძალიან დიდი არის ჭორების გავრცელებაში. ზოგადად ამ შემთხვევაში ჭორების ადრესატები არიან ცნობილი ადამიანები და წარმატებული ადამიანები, რომლებისაც ძალიან ბევრი ადამიანი შურს და ცდილობენ ჭორების საშუალებით მათ გარკვეული ზიანი მიაყენონ. ასევე ჩემი აზრით, ვინც ჭორაობს და სხვა ადამიანზე ჭორებს ავრცელებს, მას აქვს საკუთარი მეობა დაკარგული. და უბრალოდ ხვის ცხოვრებაში იქექება. იმის ნაცვლად რომ თავიანთ თავში შეიტანონ რაღაც ცვლილება, უფრო საინტერესო გახადონ და ხალის შემატონ თავიანთ ცხოვრებას, ანუ სხვაზე იგონებენ ჭორს. საკუთარ ერთფეროვან ცხოვრებაში სიახლეს ვერ ხედავენ ასეთი ადამიანები. ისინი ამძიმებენ, ართულებენ ფაქტებს და ასევე საკუთარ თავიანთ უბადრუკ ცხოვრებას ავსებენ ემოციებით. უბრალოდ ცდილობენ, რომ შეავსოთ ემოციებს. ისინი არც კი ცდილობენ თავიანთ ცხოვრებას რაიმე კარგი შემატონ და რაიმე კარგი ან გინდ ცუდი გაუკეთონ. უბრალოდ ცდილობენ ყველანაირად სხვის ცხოვრებაში ჩაერთონ, გახდნენ მათი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ამას უხდებიან, რომ მათ უძიანებენ ყველაფერს და თავისთვის ვერაფერს ვერ აკეთებენ კარგს. კარგი, დიდი მადლობა. შეიძლება თუ არა ჭორების გავრცელება მოახდინოს რომელიმე ნებისმიერი ადამიანისთვის უარყოფითი ზეგავლენა? ჩემი აზრით რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით შესაძლებელია. ადამიანი როდესაც იგებს საკუთარ თავზე არარეალური ინფორმაციას, ეს არა მხოლოდ არასასიამოვნო, არამედ ძალიან გამაღიზიანებელიც არის. პირველ რიგში ეს მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ხოლო არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს არარეალური ინფორმაცია არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ანუ მის ახლობელ ადამიანებსაც ეხებათ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობაში ბზარი. ასევე მე ვფიქრობ, შეიძლება მიაყენოს ზიანი ასევე სიყვარულს, ოჯახურ ურთიერთობას და ასევე მეგობრობასაც. კი, ნამდვილად, ჩემი აზრით კიდევ ის რომ ადამიანი ჯანმრთელობას მიაყენოს ძალიან დიდი ზარალი. ძალიან ბევრი შემთხვევა იმის, რომ ფატალური შედეგით დამთავრებულა ჭორები. ადამიანმა რომელიც არც კი იცნობს იმ კონკრეტულ ადამიანს, რომელზეც ჭორი არის გავრცელებული, შეიძლება დაიჯეროს ეს ფაქტი და დეზინფორმაციის კვალობაზე არასწორი შთაბეჭდილება შეექმნას, რაც ძალიან არაჯანსაღი არის და ძალიან ცუდი არის. მაგრამ არსებობს ორგვარი ჭორი. კარგი და ცუდი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჭორები უფრო მეტად უარყოფითი არის და დეზინფორმაცია არის, მაგრამ გარკვეულწილად ჭორს საფუძველი ყოველთვის. მაგრამ რეალურ პატარ-პატარ რეალურ ფაქტებზე ჭორი საერთოდ დაფუძნებული, მაგრამ რეალური პატარა ნაწილი და პატარა წვეთიდან ხდება ძალიან დიდი ზღვა, რომელიც არ არის რეალს გაპრისგან არის შედგენილი. რა თქმა უნდა, როდესაც ჭორის გავრცელება მიდის, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უყვება, ის მეორე შემდეგ როდესაც გადასცემს სხვა ადამიანს, თავისი გაფორმებით უმატებს, თავისი გარჩევებებით და ამძიმებს, ასე ვთქვათ, ალამაზეს უფრო მეტად და ბოლოს შედეგად ვღებულობთ აბსოლუტურად განსხვავებულ შინაარსის მატარებელ ინფორმაციას თავდაპირველად შედარებით. და ინფორმაციამ შეიძლება ადამიანს ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს. ძალიან ბევრი შემთხვევა თინეიჯერებში უმეტესად იმისი, რომ ფატალური შედეგით მთავრდება და კონკრეტულად სუიციდით. ჭორებს მაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ურთიერთობებშიც, პირად ცხოვრებაშიც, ფსიქოლოგიურად და ზოგადად ანი თქვა მოეთანხმები მთლიანად. და საერთოდ ჭორი ძალიან ცუდი რაღაცაა, რადგანაც ვერ ხვდებიან ადამიანები, რას აკეთებენ იმით, რომ ისინი სხვას ჭორს ვრცელებენ. რა შეიძლება შედეგი მოყოს. მათ ცუდია და თვითონ იმ ადამიანისთვისაც. უბრალოდ ჩემი აზრით, ვინც ჭორებს ავრცელებს, ის ადამიანის არის მოცლილი, ასე ვთქვათ.
ნამდვილად. თავის ცხოვრება დაკარგული აქვს და ამით ცდილობს რომ რაღაცა. კიდევ ის ფაქტი რომ ამობენ ჭორები უფრო თინეიჯერებში ვრცელდება. ვეთანხმები ამას, მაგრამ ბოლომდეც ვერ დავეთანხმებით, რადგანაც მოზარდებსაც, უფრო მოზრდილ ადამიანებსაც და სრულწლოვანებსაც აქვს დაინტერესება რაღაც მხრივ, პატარების მიმართ. უცელემ ამბობენ სხვა რაღაცას, ბოლომდე არ აქვთ გაგებული. პატარა რაღაცენ თავისას უმატებენ და დიდებს რა თქმა უნდა უფრო ბევრი უჯერებს. და ეს ცუდად მთავრდება ხოლმე. ჩემი აზრით, მაგრამ სრულწლოვან ადამიანმა უნდა გაანალიზოს ის რას აკეთებს, რას იტყვის და უნდა დაუკვირდეს. შედარებით პატარებს, ასე ვთქვათ, თინეიჯერებს ეპატიებად ბჭყალებში, ეს ჭორების გავრცელება, ბავშვად მოზდით ამბობენ, მაგრამ სრულწლოვანებს უფრო ბევრი მოეთხოვებათ. არა მარტო შეიძლება იყოს ადამიანი ბავშვი, მაგრამ აზროვნებდეს ისე როგორც მოზრდილი ადამიანი, მაგრამ შეიძლება პირიქითაც. ჩვენც ბავშვები ვართ და რა შეგვიძლია დავფიქრდეთ იქამდე სანამ რაღაც ჭორს გავავრცელებთ და უაზრობებს ან ვილაპარაკებთ. მაგრამ ჭორი თვითონ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეიძლება თითოეულ ქმედებაში და ლაპარაკში გამოვლინდეს. ცირა კი, მაგრამ შეიძლება ჩემამდე ვიღაცა მოიტანოს რაღაც ამბავი, მე შენ ის ხვანაირად გითხრა. ანუ ამაზე გქონდა ლაპარაკი. აი, შეიძლება ის უფრო რეალური ამბავი გეგონოს. არ იცნობდე იმ ადამიანს, იმაზე მოგივიდეს ჭორი, შეიძლება რეალობა გეგონოს და უბრალოდ თქვა, ესეც ჭორის გავრცელების ერთ-ერთი გზაა. და რაც ყველაზე ხშირად ეგრე ვრცელდება ჭორი. არ იციან რომ ეს ჭორია. ჭორი როგორ ვრცელდება და როგორი რა არის ჭორი თვითონ. ჩვეულებრივ ამბავი, რომელსაც გიყვება სხვაზე. არანაირი რეალ დამადასტურებელი ფაქტები არ გაქვს, მაგრამ არც იმის დამადასტურებელი ფაქტები არ გაქვს, ეს არ არის. მაგრამ უბრალოდ ვინც გიყვება იმ ადამიანს ენდობი. და ესე გონია რომ სიმართლეს გეუბნება. ხო, მაგრამ მე არ არის აუცილებელი რომ კიდე ის თუნდაც სინამდვილე გეგონოს ამ სხვასთან მიიტანო. ხო, მაგრამ არ არის სოლისას და ზუსტად მაგაზე საუბრობ. სამეგობრო წრეში. გავრცელებაზე საუბრობ. დიახ, გინც სამეგობრო წრეში რაღაც ამბავი მოყვა ხო ერთ-ერთმა. შენ წახვედი სხვასთან, იგივე სამეგობრო წრეა, მაგრამ სხვა ხალხიც ურევია და იმათან მოყევი. იმათანაც გააზიარე შენი ცოდნა, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს უკვე ჭორის გავრცელება გამოდის, რადგან ის ამბავი შენ არ იცოდი რომ ეს ჭორი შეიძლება იყოს. ჭორს არ ამბობენ, აი ეს ჭორია, მე ეს გავიგე. ეხლა უკვე დაფარული სახით ამბობენ, ახლა ჩვეულებრივ ამბავი ყვებიან. და აი გარის რომ უნდა გაანალიზო რაც რეალური ფაქტი, რეალური ამბავი და არ არის ჭორი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. გააკეთებ და იტყვენ რომ მანამდე უნდა დაფიქრდა. ჩემი აზრით ნორმალურ ადამიანს არც უნდა ჰქონდეს ჭორებისთვის დრო, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს თავისი ძიებით დაკავებული, მუდმივად უნდა შეეცადოს რომ გაალამაზოს თავისი ცხოვრება როგორმე და არა ის რომ სხვაზე იჭრავს და განვითარებით დაკავებული და მე ვფიქრობ რომ ასეთ ადამიანს საქმე არ აქვს. სხვის ცხოვრების გარჩევის დრო აღარ დარჩება და სხვა ადამიანები ძალიან ბევრი არიან რაზამაც აქვს. ახლა კი მინდა ისეთი კითხვა დაგისვათ, რომელზეც სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი. გადაცემის სპონსორია კერძო სკოლა-ლიცეუმი კვირიკე. ალექსანდრე ყაზბეგის 47. სკოლა-ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მე საერთოდ მეეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც არ უყვართ ზოგადად ჭორები, რადგან ვთვლი რომ სხვისი პირადი ცხოვრება ან სხვისი ნებისმიერი ქმედება არ არის ჩემი განსაჯელი და განსახილავი და ვცდილობ რომ მეტი დრო დავუთმო ჩემი საკუთარი განვითარების პროცესი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეხლა თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ძნელია ჭორებს გაექცე, რა თქმა უნდა, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არის ჭორები, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად შორს დავიჭირო თავი. ჩემი აზრით პირველ რიგში ამით ჩემ თავს ვსევ პატივი, რადგანაც არც მე არ მესიამოვნებოდა ვინმე რომ დამდგარიყო და ჩემი პირადი ცხოვრება განეხილა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად ვერევი ჭორებში. ჩემი აზრით ყველაზე იოლი ხერხია დუმილი, გაჩუმება, რადგან ამ დროს არაფრის კეთება არ გიწევს, არ გიხდება არაფრის კეთება, მაგრამ სამწუხაროდ დიდ დაძაბოსა და მოთმინებას ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, მაგრამ თამონას ნაწილობრივ ვეთანხმები. კი, როდესაც სხვაზე იგებ ჭორს, აუცილებელია. არ არის აუცილებელი ის, რომ დაიწყო მაგათთან ლაპარაკი, აყვე დისკუსიაში. უბრალოდ შეგიძლია გაჩუმდე, მაგ მიმართებაში გეთანხმები, მაგრამ როდესაც ვიგებ მე ჩემზე ჭორს, საჭიროა თუ გაქვს გამოცდილება იმისა, შენზე ბევრჯერ გავრცელდეს ჭორები, ეს აღარაფერი აღარ თქვი, უბრალოდ ბჭყალებში გაატარე, არ მიაქციე ყურადღება. ეს შეიძლება დამთავრდეს. ანუ ზოგადად სხვის შეიძლება ძალიან გაინტერესებდეს. სხვის შესახებ გაგებული ჭორი. ძალიან გაინტერესებდეს შეიძლება სხვის შესახებ გაგებული ჭორი, მაგრამ უბრალოდ არ უნდა დაინტერესდე მისით.
და როდესაც ჩემზე არის ჭორები, როცა მე მეხება, ეგრე მე უბრალოდ ვერ მივაქცევ ყურადღებას, ვერ გავათეთრებ ასე თქვა და ვერ გადავიტან სხვა რაღაცაზე, რადგანაც ბევრი შემთხვევაა იმის, რომ ერთი ჭორი არ მივაქცევ ყურადღებას, მეორეს არ მივაქცევ ყურადღებას, მესამეს არ მივაქცევ, ეს უკვე დიდი რაღაცად იზრდება. ადამიანები გონიათ, რომ ეს უკვე სიმართლეა და მაგიტომ არ ვკამათ. ამიტომ ჯობია თავის დროზევე ჩავცხრა და დავამთავრო ყველაფერი, მოუღო ბოლო ნებისმიერ ჭორს და საფუძველს და გავიგო რატომ რის საფუძველზე, რისთვის გაავრცელეს, ვინ გაავრცელა, რომ მეოთ აღარ მოხდეს ესეთი რაღაცა, იმიტომ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დამთავრდეს. ჩემ ცხოვრებასაც შეეხოს ძალიან ცუდად, ჩემს მეგობრებს, ჩემს ურთიერთობებს. მე კონკრეტულად ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია მაგის, რადგანაც დამრღვევია ურთიერთობები, დობა დაკარგულა ჩემს მიმართ სრულიად ყულად. ამიტომ თუ ჭორთან გვაქვს საქმე, დობასთანაც უნდა ქონდეს ძალიან დიდი დაკავშირება. თუ იგებ ვიღაცაზე ჭორს და მაშინ ენდობი, ბოლომდე უნდა დაიცვა, მაშინვე ჩაცხრა, არ მიიტანო იმის ყურამდე. შენ თვითონ უნდა ქნა ისეთი რაღაცა, რომ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ვიღაცა იღება ხვის შესახებ ჭორს, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე იოლი გზა არის დუმილი. თუ დაუშვათ შენ იმ ადამიანს იცნობ, ვიზაც არ უნდა გაავრცელო, ყურადღება არ უნდა მიაქცევ. შეიძლება გაინტერესებდეს ძალიან ეს ასე ვთქვათ ცხელცხელი ამბები, მაგრამ ჯობია დუმილი არჩია. იმიტომ რომ მაინც ბევრი რო ილაპარაკო, მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევ შენ და ვერაფერს ვერ შეცვლის, ჭორი ჭორად დარჩება და შენ შეიძლება ცუდად გამოსულ. მაგრამ ძალიან ადამიანებს ჭირდება რომ ენა გააჩერდო და ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი არის საკუთარი თავი ჩააყენო მათ მდგომარეობაში და მათი პოზიციიდან განსაზღვრო თუ რას გააკეთებდი შენ მათ ადგილას. აქედან გამომდინარე ვთვლი რომ თუ ბევრი გააკეთებს ამას ნაკლები ჭორაობა იქნება და ასევე ვთვლი რომ თუ ადამიანს კონკრეტული ადამიანის მიმართ აქვს ნდობა, საერთოდ რა არის ნდობა ხო? ურთიერთობიდან გამოწვეული ასე ვთქვათ თვისება, რომელიც არის გამოშვებული ურთიერთგაგება და თუ კი ადამიანს ენდობი, ეს ნიშნავს რომ შენ მას ძალიან კარგად იცნობ. აქედან გამომდინარე თუ ადამიანზე გაიგე რაღაც სუდი ჭორი, შენ მას არ უნდა აყვე. ძალიან ბევრი ფაქტები არის რომ მეგობრებს შორის ხო? გაფუჭებულა იმის გამო ურთიერთობა რომ რაღაც ჭორი გაუგიათ, მაგრამ შენ თუ იმ ადამიანს ენდობი, შენ თუ იმ ადამიანს აფასებ და კარგად იცნობ, ხო? შენ კარგად გეცოდინება, რომ რისი გამკეთებელია რეალურად ეს ადამიანი და რისი არა და მე ვფიქრობ, რომ ცოტა არაჯანსაღი არის ეს დამოკიდებულება, რომ არ აყვე ჭორს რაღაცას და ამ ჭორის საფუძველზე, თქვა, ბზარი გაუჩინო მეგობრობას. თუმცა ჩემი თუ ადამიანს ენდობი და მასზე იგებ რაღაცა ჭორს, იქვე უნდა ჩაახშოს ყველაფერი, იქვე უნდა მოუღო ბოლო, რომ არ მივიდეს იმ ადამიანამდე, არ მიიღოს წინააღმდეგი, ანუ არ დაუშავოს არაფერი მის ცხოვრებას და თქვენ ურთიერთობას, არ უნდა გააჩინოს ბზარი, უნდა იყოს თუ ენდობი ადამიანს, თუ ამბობ რომ ენდობი, თავიდან ბოლომდე უნდა ენდობოდე, მეტი არაფერი. ეგაა მთავარი ჭორებთან როცა გაქვს საქმე. ხო, ვეთანხმები ამის ასევე. იქვე უნდა მოაგვარო ესე კითხი, ანუ ყველაფერი რაც არის, ანუ დაუმტკიცო იმ ადამიანს ფაქტები მოუყვან, რომ ეს არ არის რეალობა და ასევე ხო მე მივიდოდი ჩემს მეგობართან, ანუ ვიზაც იყო ის ჭორი და ვეცდებოდი რომ ის ანუ საფუძველი ამ ჭორის ანუ მიზეზი ანუ მე თქვა და მომეგوارებინა მას არჩევა მიმეც ალბათ საუკეთესო გზა ეს იქნება. კარგით, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ადამიანმა თავიდან აიცილოს მისთვის არასასიამოვნო ცხელი ინფორმაციები? ჩემს აზრით ანუ თავისაცილება ალბათ არ გამოვა, უბრალოდ უნდა იცოდე რომ ანუ შეცვალო შენ თავში ანუ გამიგია რომ ჭორები საერთოდ საფუძველზე არის საფუძვლისგან ცუდი საქციელი ასე თუ ხო თუ ამას ანუ საძირკველი არ აქვს მაშინ ჭორი არ მოვა, მაგრამ ხო უფრო იბერება და იბერება, თუმცა ალბათ მე შევეცდებოდი რომ ჩემ თავში რაღაც გამომესწორებინა ან თუნდაც მივიდოდი იმ პიროვნებასთან და ვიკითხავდი აი რის გამო რატომ ამბობს ჩემზე ასეთ რამეს და მაგრამ ვფიქრობ რომ არ უნდა შეიმჩნიოს და უნდა ეცოდოს რომ ვითომ არ აღიზიანებს და ყურადღებასაც არ აქცევს, იმიტომ რომ ხალხს უნდა შეიძლება უფრო მეტი ჭორი მოყვეს. მე ვთქვი ხალხს სანახაობას ყურია და თუ შენ დაანახებ იმას რომ ცირკი არ შედგა, მაშინ ისინიც აღარ მოგაქცევენ უკვე ყურადღებას და მაგრამ ხო შეიძლება რომ იმათ უბრალოდ იფიქრონ რომ ეს სიმართლეა და ის მაგიტომ არ იღებს თავზე არაფერს, ის მაგიტომ არ იღებს ხმას. მაგრამ შენ თავში ხოლმე იყო დარწმუნებული რომ შენ მართალია. შენ თავში ხარ უბრალოდ დარწმუნებული, სხვა ვერ ხედავს ან შენ დარწმუნებას. ხო ცოტა იმ ადამიანების რიცხვი რომ იცის რეალურად ვინ ხარ, ახლა რას წარმოადგენდა, ვინც გენდობა თავიდან ბოლომდე. მეგობრები და ვინც გენდობიან ისინი არ გაგივრცელებენ ასეთ ჭორებს, გავრცელებენ ისეთები რომ
რომლებსაც ასე ვთქვათ არ უყვარხარ და არ მოსწონ ხარ. ანუ უბრალოდ არ გიცნობენ, დაინტერესებულნი არიან შენით და ცდილობენ სხვა სახით გამოავლენ ის ინფორმაცია შენზე. ძალიან არარეალურიც. მაგალითად გადმოდის გოგო ახალ სკოლაში, ახალი გოგო, ყველა საინტერესო მასზე რაღაცა, დაფარულია, მინუს ქვეშ არის, ვერავინ ვერ ხედავს, ვერავინ ვერ ამჩნევს ბოლომდე, არავის არ ეხსნება. მასზე ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ეს ესეთი, ეს ისეთია. ვერავინ ვერ ადასტურებს ამ ყველაფერს, ვერავინ ვერ იტყვის ეს სიმართლეა, ეს არ არის რეალური, ეს ნამდვილია, მე მას არ ვიცნობ, არავინ არ იცნობს მას და მის ცხოვრება ძალიან დიდი, მის რეპუტაცია ძალიან დიდი ზარალი ეყენება. ამიტომ დაფიქრდნენ რა უნდა. შედარებით ჭორებს ყინვარსელები ვიდი გაიცანი და მე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ შენ მეგობრებში ხარ მართალი, ანუ ღმერთის წინაშე მართალი ხარ და შენ იცი რა ხარ და ანუ ვინ ხარ სინამდვილეში და იმას არ არანიჭება ხო ვიღაც უცხოს თქვა შენზე რა აზრი გააჩნია. იყო ეს შემდეგნაირად დასმული რა, ანუ რითი შეიძლება ავიცილოთ ჭორები თავიდან. მე ვფიქრობ რომ ჭორის აცილება თავიდან შეუძლებელია, იმიტომ რომ ყოველთვის იარსებებს ისეთი ადამიანები შენს გარშემო, რომლებსაც თუნდაც შეშურდება თან, თუნდაც რაღაც არასწორი ინფორმაცია ექნება და ამის ნიადაგზე თავის დაუნებურად ან განზრახ გაავრცელებენ ჭორს. მე ვფიქრობ რომ ყოველთვის ამ შემთხვევაში პირველ რიგში შენ თავთან უნდა იყო მართალი, შენ თავთან როდესაც იქნები მართალი, მე ძალიან მარტივი არის იმის დამტკიცება რომ შენ მართალი ხარ და შენ არ ცდები და ნუ ესა თუ ის ინფორმაცია შენს წინააღმდეგ არის უბრალოდ ჭორი და სხვა არაფერი და თუ კი შენ შეძლებ იმას რომ ყოველთვის შენი სინდისის და ნამუსის კარნახით იცხოვრო, ჩემი აზრით ადვილად დაამტკიცებ ნების. აი ამ შემთხვევაში აიცილებ უფრო ჭორს თავიდან. საერთოდ რა არის საკუთარ თავში იყო დარწმუნებული და მაშინ ყველაფერს მოაგვარებ. საერთოდ რა არის ჭორი? რისგან ცოდდება ეს ჭორები? შეიძლება აიღო პასტა ან რაღაცა, გადადა სხვა ადგილას და ადამიანი თქვას რომ ეს სად არის? შენ აიღე და გინახე, всё მოიპარე. აი ესეც სისხლური რაღაცისგან, პატარა რაღაცისგან ხდება ძალიან დიდი ზღვა, რომელიც არის ძალიან არარეალური და არ არის ნამდვილი. და ადამიანის ჭორი არის ადამიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც არ არის შეესაბამება რეალურ ფაქტებს, ხოლო ზოგჯერ არ შეესაბამება. აი ჭორი ესეთი რაღაცა დადებითი მხარე არ აქვს უმეტესწილად და აყენებს ადამიანს პირდაპირ იყო ასეთი ვერსიები, რომ ჭორებს არ გაგივრცელებენ მარტო იმ შემთხვევაში, თუ ყველასთან კარგი ურთიერთობა გექნება, მაგრამ აი რაღაც არ წარმომედგენია ისეთი ადამიანი, ვისაც ყველასთან აბსოლუტურად აქვს კარგი ურთიერთობა. ანუ მოძრავი ადამიანი ყავს. ძალიან ბევრი კარგი ურთიერთობა, მაგრამ ვიღაც გატრიალდება და ზურგსგან რაღაცას ძალიან ბევრი ადამიანი ეგეთი ორპირია. ორი სახეა, წინიდან ყველაფერს მადლობას გეუბნება, კი მიყვარხარ, უკნიდან კიდე რა ვიცი, ყველაფერს სულს ამბობდეს. ამიტომ ვერ დაიწყებთ, შეიძლება ეგეთი ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვისაც ბავშვობიდანვე იცნობ, ერთად მოდიხართ, მაგრამ ბოლო წამში გიღალატოს, სუდი თქვას შენზე. ამიტომ თავი ყველა არავინ არ არის აბსოლუტურად დაზღვეული. ადამიანი ცოცხალი არსება, ხან რას იზავს და შეუძლებელი არაფერი არის. ვერავინ ვერ გააკონტროლებს, ესეც რაღაც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგან მოგვივიდეს და ამიტომ ამაზე არ დაშაჩნათ ესეთი აჟიოტაჟი მაგალითები რომ სრულად უაზრობის გამო ჭორები გაურცელებიათ და დიდი ზიანი მოუყენებიათ ჩვენ ძრისთვის, სრულად არაფრის გამო უსაფუძვლოდ. მე ვფიქრობ აქ გადამწყვეტ როლს მაინც ადამიანის ცნობიერება თამაშობს. ჩემი აზრით ადამიანი თვითონ უნდა გაითავისოს. საერთოდ ადამიანი ყველაფერზე პასუხისმგებელია, რასაც თვითონ აკეთებს. ანუ ცნობილი გამოთქმაც არის, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო. ანუ რასაც ადამიანი აკეთებს, თუ იმაზე არის პასუხისმგებელი და თუ კი ადამიანი გააცნობიერებს თავის ქმედებას, რომ ამ თქვა ჭორის გავრცელებით ზიანს აყენებს სხვა ადამიანს, ხო? და თუ კი ყველა გაითავისებს ამას, ჩემი აზრით უფრო ნაკლებად იქნება ეს პრობლემა დახქმული. ზოგადად ჭორები ერთი დადებითი მხარე შეიძლება ის კონდეს, რომ პოპულარობაში შეუწყოს ხელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, თუნდაც საქართველოში, რომელიც ჭორების საკუთარ თავს ურცელებს ჭორს იმის გამო, რომ პოპულარობას მიაღწიოს და უფრო ნაკლებად, ანუ ეს არის ყველაზე ადვილი გზა პოპულარობის მისაღებად. გადის რო აღარ გრჩება და მოდი გადავა შემდეგ კითხვაზე. მე ჩვენ ეხლა მიუბრუნდეთ გამონათქვამს, რომელიც მე გადაცემის დასაწყისშივე ვახსენე, ჭორებს არავინ გაავრცელებდა უამრავ ადამიანს, რომ არ წყუროდეს მათი მოსმენა, ასეთი ვახსენე, ასეთი გამონათქვამი. აი ამაზე რა აზრის ხართ თქვენ? ნუ ეს თავისთავად ასე არის, რადგანაც საერთოდ ჭორი იმიტომ ვრცელდება, რომ ხალხს აინტერესებს. ხალხისგან რომ არ იყოს გამოწვეული და ხალხის ინტერესი რო არ იყოს, შესაბამისად არც იქნებოდა ასეთი აქტუალური და ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ძალიან აქტუალურია წამყვანი თემა არის და ბევრი ადამიანი კარგავს საკუთარ თავს, კარგავს საკუთარ მეობას, ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით და ვერ აანალიზებს, რომ ძალიან ცუდად კარგავს, ანუ ცხოვრების აზრს იცვლის და იცვლის თავის ფუნქციას და ძალიან შეხვევი, როდესაც თქვენ თავს იგებთ რაიმე ჭორებს. კი, მაგალითად ჩემს თავზე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ჭორებს იგებ ჩემ თავზე,
საკმაოდ არარეალურებს. ზოგიერთი რაღაც შეიძლება პატარა რეალობაზეც იყოს დამყარებული. როგორ ფიქრობთ, რატო ხდება ეს? მაგალითად, ანუ ჩემზე არ ხდება ეს. მაგალითად კონკრეტულ მაგალითს ძალიან ხშირად არ ხდება ჭორების გავრცელება და როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და რატო ავრცელებენ შენზე? კონკრეტულად ჩემზე. მეც ეკითხვა მაწუხებს ხოლმე ძალიან ბევრი, რატომ არ ცურენ კონკრეტულად ჩემზე ჭრებს. ძალიან ბევრი ბავშვი გადმოდის დავუშვით. აი ერთ-ერთ შემთხვევას მოგიყვანთ, გადავედი ახალ სკოლაში და ისეთ რაღაცები გავიგე შემდეგ რომ ჩემზე დგას, არავინ არ მიცნობდა საერთოდ. ინტერესი ალბათ. ადამიანს ვინ არის ეს გოგო, რატომ, რისთვის, მიზეზები იყო, რატომ გადმოვიდა ჭრები ამაზე გავრცელდა, ვინ ვიყავი მე, ჩემს ხასიათზე, ოჯახზე, ურთიერთობებზე, ჩემს პირადულზე და ასე ვთქვათ. ნებისმიერ რაღაცაზე ისინი უბრალოდ ინტერესდებიან, თავის ცხოვრება არ გააჩნიათ მათ. ინტერესდებიან იმით, მე რა მაქვს, მე როგორი ვარ, მე რას წარმოვადგენ, ვისთან მაქვს ურთიერთობა. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, რომ თავის თავს მიხედოს ყველა, თავის ცხოვრებას, თავის მდაბიო არსებობა ცოტა გაახალისოს და გაამრავალფეროვნოს. იმათი მინუსია, ვინც ჭორებს ავრცელებს. კიდე ერთი რაღაცა იყო, ერთ-ერთი მიზეზი, პასუხს გეტყვით თქვენ კითხვაზე, რატომ ავრცელებდნენ ჭორებს, ერთ-ერთ ადამიანს უნდოდა ჩემთვის ასე ვთქვათ პოპულარობის წართმევა, რადგან გადავედი საკუთარ აქტუალური როგორ იყო სკოლაში. ურთიერთობის გაფუჭება კლასელებთანაც, სკოლებთანაც, სიტუაციის ჩემი პრივილეგიების ჩამოგდება დაბალ დონეზე დაყვანა, მაგრამ ამ ყოველფერთ უფრო დიდი ქნა. ჩემ პოპულარობა მომმატა იმ ჭორებმა და იმ ბევრმა ლაპარაკმა და სისულელებმა უფრო მაღალ პლანზე წამომწია. სხვაების უფრო აქტუალური გავხდი. შური ამოძრავ, კი, ამბობ, დაინახეთ რომ მათზე მეტი ვიყავი, მათზე ბევრ რამეს წარმოვადგენი, მქონდა რაღაც რაც მათ არ ქონდათ, სულიერ სამყარო. მე ზოგადად ანუ კითხვა დასვა რომ რატომ ხდება ასე, რატომ მაინც ესა თუ ის ადამიანი, ხო? ზოგადად ჭორს რატო უცელებენ კონკრეტულ ადამიანს, ხო? ეს იმიქიდან არის გამოწვეული მისი წარმატებიდან, იმით რომ ის გამოირჩევა მათგან, ვერ იტანენ რომ ადამიანი აღწევს ეს საერთოდ ნუ ახლა ჭორი საერთოდ გლობალური თემა არის, მაგრამ ქართველობას არ გვიყვარს წარმატებული ადამიანები. ეს ჩვენი ძალიან დიდი მინუსი არის და ვცდილობთ ხოლმე 1000 გამართლება მოუძებნოთ ამა თუ იმ აქციას. აი რაღაცას რო აკეთებს, როგორ აკეთებს რა არის ეს და ხარები მოუძებნოთ და უარყოფითი ყველაფერი დადებით. ხელად უარყოფითი ხარებს და ამ ადამიანში უარყოფითი ადამიანის კარგად ყოფნას, ან მრავალი მიზეზი შეიძლება იქნას ჭორის საფუძველი, მაგრამ აი ძირითადად უფრო შურია მეთქავთ. ნამდვილად. შური ამოძრავთ უფრო და გოღმა და რაღაც ხო. როდესაც ადამიანი არის გამორჩეული, აზროვნებს განსხვავებულად, გააჩნია საკუთარი ძალიან კარგი ინდივიდუალურობა, პერსონალურობა და გამოირჩევა, ასე ვთქვათ, დანარჩენი ადამიანებისაგან, ხო? ეს იწვევს მათ ინტერესს, რატომ, რისთვის ფიქრობენ, რომ არა ეს რაღაცას მალოს, ინტრიგას ხლართავენ, რომ არ უნდათ, ან ზოგადად უნდათ, რომ იყო მათსავით. ფიქრობდე, აზროვნებდე მათსავით და ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს. გარდა ამისა, პოპულარულობასაც ვერ იტანენ, ანუ შეიძლება ჭორისთვის რომ მიაღწიონ, ანუ ამ პოპულარობას, რასაც ის ადამიანი ფლობს, ვერ ცუდ რაღაცას აკეთებენ, თუნდაც ნამდვილად. კარგი, თუნდაც რომ მათ ადგილას იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ამით ზოგ ხშირ შემთხვევაში უკეთეს უკეთებენ და პოპულარიზაციას უკეთებენ სხვა ადამიანებს. რეკლამა ხდება საზოგადოების წინაშე. ეს ესეთია, შემდეგ ინტერესდება ყველა ამ ადამიანს. ვინ არის? უი, არ ვიცოდი. შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და ჭორები შენ გეგონოს რომ უბრალოდ ის პოპულარულია, უბრალოდ მეტი პრივილეგია აქვს საზოგადოებაში ვიდრე შენ. უცლებ ძალიან სულ ჭორებს, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე აკავს. ეს რომ ჯერ გაიცანით ადამიანს და მე გავცელეთ ჭორებს. 21 საუკუნეში საერთოდ უმეტესობა ნებისმიერი ურთიერთობა, ნებისმიერი თემა, ყველაფერი გინდა ადამიანების აზროვნება, სიყალბეზეა ჩამოყალიბებული. სინა ნამდვილი არაფერი აქვს, ჩემი აზრი ასეთია. თუ დაგიჭირდა გამონაკლისები არსებობენ, რა თქმა უნდა. ერთეულები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მცირე რაოდენობა ამ ერთეულებში, რომელიც ნამდვილად ყველანი ნამდვილები არიან. პირდაპირ ამ სიტყვის გააჩნიათ ინდივიდუალურობა, არ არიან განსხვავებული აზროვნება. ზოგადად ვერ იტანს. სულ თეთრ ფერმაში შავი სხვარი არის ერთი და ასე შემდეგ. განსხვავებულები არიან, გინდა ვიდე აზროვნებით, ლოგიკით, მაგრამ მაგია რა თქმა უნდა, სულიერება გააჩენ, ცარიელები არ არიან, სავსენია, რაღაცის წამთ, რაღაცის იმედი არ დაუკარგავთ. ეგ გამთავარი იმედი რაღაცის.
საზოგადოება ვერ იტანს არიან უკვე იმ კიბეზე ასულები ინდივიდუალურობას უნდათ რომ ყველას გავდეს ესნაირი იყოს არაფერს არ გამოიჩეოდეს ყველა ერთნაირად ჩაიცვას ყველა ერთნაირად ის არ უნდა იყოს ყველანაირი აზრი გქონდეს არ უნდა განსხვავებულობას ვერ იტანენ იმას ვერ იტანენ რომ ის ადამიანი სხვა ღირებულებების არის ინდივიდი არის სხვანაირად აზროვნებს მე პირიქით ვფიქრობ რომ მირჩევნია მე ვიყო ინდივიდი და ყოველი თქვენთაგანი იყოთ ინდივიდი და ვიყოთ ეს არა უფრო საინტერესო არის ჩემი აზრით ინდივიდუალური და არა ის რომ ყველას ერთი რაღაც გვეცას ერთნაირები ვიყოთ რატომ უნდა ეცადო ის რომ ის ჩემნაირი გახადო მოდი გახდი მისნაირი უფრო განსხვავებული ბარიერი გახსენი გაფართო ბატონო რაც მოგეწონება მაშინ თვისებები გადაიღეს უკეთეს არა რატომ უნდა გადაიღოს ეს შეგიძლია შეეცადო რომ ის კაცი გაბადო შენი ცუდი თვისება კი ნამდვილად შეიძლება იმდენ იქნა და ისე დაუჯერო მაგ ადამიანს ისე ასე ვთქვათ მიბაძო ბჭყალებში რომ შენ ძალიან კარგი გახდე შენ ძალიან თავისუფალი განთავისუფლდა გახდე ნამდვილი გქონდეს თავისუფალი აზროვნება არ იყო შებოჭილი რაღაც პატარა თეთრ სამოში შემოსილი უბრალოდ რო ვერ იზრდები და რო ვერ ვცოდები სხვაგან უბრალოდ შებოჭილი მთლიანად კი მაგრამ ძალიან ზოგადად დღეს ასეთი ადამიანი მე შემიძლია ერთი ფაქტი მოვიყვანო ჩემი მეგობარი არის ძალიან ანუ განსხვავებული ბევრისგან თქვენც იცნობთ ალბათ და ანუ ყველანაირად განსხვავებული სტილით ცხოვრებით აზროვნებით გონებრივად ანუ სულ სხვანაირია და ხალხს ანუ ჩვენ თინეიჯერებს თუნდაც უჭირთ მათი მიღება თავიანთ ცხოვრებაში ძნელად უგებენ და ხშირად მოდის აქედან ძალიან ცუდი ამბები ანუ ჭორები ამ ადამიანზე რასაც ძალიან ცუდი შედეგი მაქვს თუნდაც იმ ადამიანის ფსიქიკაზე და ბევრ ჩვენგანზე ანუ ძალიან ცუდი შედეგი აქვს საერთოდ ზოგადად ჭორს თუ დაგიჯერა ზოგადად 21 საუკუნეში ასეთი აზროვნება ცოტა საკმაოდ ცუდია ცუდი არის იმიტომ რომ თუ კი ჩვენ მივისწრაფით სხვა გეგმებისაკენ ვიცი თუ პრეტენზია გვაქვს მეტის აზროვნება ძალიან დაბალი ჩემი აზრით ასეთი ანუ ინდივიდუალური ადამიანისადმი ასეთი ცუდი დამოკიდებულება და საზოგადოებიდან განიშნა ძალიან ავიჭავთ ეს ყველა ჭორი მეც გეთანხმები თქვენს მოსაზრებებში და ერთ შეკითხვასაც დავსვათ ამით დავამთავრებ ჩვენი გადაცემა. თუ დაგიჯერებიათ თქვენამდე მოსული ჭორი, რომელიც ეხება თქვენს ნაცნობ ადამიანს, ოღონდ რომელთანაც რომლის ანუ ნდობით ფარტახჭორელი მე თუ ადამიანის მიმართ მაქვს ნდობა, მაშინ ვერანაირი ჭორი ვერანაირი ჭორი ვერ გადამარწმუნებს ამ ადამიანში. მე იქვე ვეცდები, რომ პირიქით ის ადამიანი გადავარწმუნო. მე თუ ჩემს მეგობარს ვიცნობ და ვენდობი, მაშინ მას სრულიად ბოლომდე ვენდობი. თუ ჩემამდე მოვა ეს ამბავი, ასე ვთქვათ ეს ჭორი მივალ ჩემ მეგობართან ვეტყვი ამიხსნის ეს რატომ მოხდა რანაირად მოხდა ანუ იმას კი არ ვამბობ რომ ან ცუდ ფაქტი რაღაც ისეთი მოხდა რომ ასე ვთქვათ გაავრცელეს მასე ჭორი არამედ ვკითხავ საიდან წარმოიშვა ეს ჭორი რატომ რანაირად ან ვისგან და ნუ მოვაგვარებ ალბათ საქმე რაღაც მიზეზი მე როგორც უკვე ვთქვი ამ თემაზე დაახლოებით უკვე ვისაუბრე ზოგადად თუ კი ადამიანს ენდობი თუ კი ის შენთვის ძალიან ღირებული ადამიანი არის და შენ ამ ადამიანზე იგებ რაღაც ჭორს ვფიქრობ რომ არ უნდა შეგეპაროს არც ერთი წამით ეჭვი იმიტომ რომ შენ თუ მართლა ამ ადამიანს კარგად იცნობ იცი რისი გამკეთებელიც არის და მით უმეტეს თუ ენდობი კი როგორც არ იმთქვა მე აუცილებლად იმ მომენტში დავიწყებ ფაქტიურად იმ ადამიანის გადარწმუნებას რომელმაც მოიტანა ეს ჭორი და დაცვას რა თქმა უნდა და აღმოფხრი იმ მომენტში კარგი დამატე თუ რამე გქონდა დასამატებელი და შემდეგ დავამთავრებ საბედნიეროდ ჩვენ ყველანი ესე ვაზროვნებთ რომ თუ ადამიანს ვენდობი ბოლომდე უნდა ვენდო და არანაირ ეჭვი არ უნდა შემეპაროს რადგან მანდ უკვე ბზარი ჩნდება ყველაფრის ურთიერთობის ნდობა იკარგება და სადაც ნდობა იკარგება იქ არანაირ გზნობას და ფასი ყველაფრის ფასი იკარგება მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს არ ვიცი კონკრეტულად სხვა ქვეყნებში ესია ან სხვა სკოლაში თუ ეგრე ან სხვა მეგობრო წრეში მაგრამ ჩვენთან ესე არის თუ გაიგებ რაღაცას სხვაზე და იჯერებ უბრალოდ ამას უმეტეს ბავშვები ის იჯერებენ და ამით თავისუფლად ყველანაირ ურთიერთობას ანგრევენ ბზარს აჩენენ ძალიან დიდს აი მე მასე ეს გავიგებ ის შემეგობარი აღარ არის ვაიმე ამის შემდეგ როგორ ვიყო მე მასთან არ შემიძლია კი არ ცდილობენ ეს მათი ძალიან დიდი პრობლემაა გაიგონია ის რომ რასაც გაიგებენ ხა როგორ თქვა როგორ გაიგონ რომ მე ესეთთან ვარ და ასე შემდეგ ეს ხე ცდილობენ მისი აზრი მოისმინონ რომ ამის მეგობარი ვარ ასე შემდეგ მისი აზრი მოისმინონ ეს სიმართლე აღარ აინტერესებს შენ ვინის მეგობარი ძალიან დიდი პრობლემაა შენი მეგობრის არჯერა
თუმცა დამაცდით. ეგა ძალიან დიდი პრობლემაა. შენი მეგობრების არ გჯერდა, გჯერა სრულად უცხო ადამიანის და ალბათ ეს არის ძალიან ყველაზე გამოსასწორებელი თემა და აუცილებლად უნდა ну ზოგადად მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს არ შეიძლება ერთი პოზიციიდან განსაზღვრო ესე თუ ის პრობლემა აუცილებლად უნდა მოისმინო ორივე მოსაზრება და შემდეგ ამ ყველაფრის შეჯამების კვალობაზე ჩამოყალიბო შენი აზრი და ეს მართლაც ძალიან რთული ავერსი უკანსრება ეს მართლაც ძალიან რთული ვითარება არის რომ ადამიანი შეიძლება დაკარგო ჭორების გამო მე არ ვთვლი ასე ყოველთვის თუ კი ადამიანი ადამიანს არ ვიცნობ მე ისე კარგად როგორც თქვათ, ანუ მისადმი ნდობა მქონდეს ჩამოყალიბებული, აუცილებლად მივალ იმ ადამიანთან გავესაუბრები, ანუ რის ნიადაგზე მოხდა ამ ჭორის გავრცელება, ამა თუ იმ ჭორის გავრცელება და მოვისმენ მის პასუხს. მე შემდეგ უკვე თუ კი დამაჯერებელი იქნება რა, რატო არ უნდა დაუჭირო? შეიძლება შენ მეგობარს ან ნაცნობს ენდობოდა ყველანაირად, მაგრამ არ არის უშეცდომო ადამიანი და ყველას მოждდის შეცდომა. ხო, იდეალური არავინ არ არის, შეიძლება ის ჭორი სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა ამის გამო მეგობრის დაკარგვა ჩემი აზრით არის. მაგრამ ეგ არის ნდობის ფაქტორი, შენ თუ ადამიანის ნდობი, შენ გენდობა ყველაფერს მოგიყვება. მაგრამ შენ თავზე მეტად არავის არ უნდა შენ იმის, ამიტომ, როცა ნდობა არის, იქ აღარ არის შეკითხვები და ესე მოხდა და მან დამთავრდა ყველაფერი, მან ესმევა ყველაფერს წერტილი. კარგი, დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. და მე მინდა ერთი რაღაც გითხრათ, რომ მიხედეთ თქვენს ცხოვრებას. წუთისოფელი ისე და ცოტა დრო არის, წუთისოფელში ისე და ცოტა არის. და მინდა გითხრათ, რომ შეეცადეთ თქვენი ცხოვრება უფრო გაახალისოთ. უბრალოდ იმ დაკარგულ წამებს მე ინანებთ. რატომ გამოვიყენე ჩემს და რაში დავკარგე. უნდა დაფიქრდე და იქამდე სანამ რაღაც ნაბიჯს რაღაცა სიტყვი. შეიძლება ამის სხვა ცხოვრებას უნგრევ, ან საერთოდ ცხოვრებას უმთავრებ. კარგი, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის სპონსორია კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლა ლიცეუმი კვირიკე, მომავლის საქართველოსთვის. ალექსანდრე ყაზბეგის 47. საქართველო კლავაც აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთისნების აღმსრულებელი და მისი მცნებების დამცველი იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.